დიდება და მადლობა მერს დღევანდელი დღისთვისა იმ წყალობისათვის, რასაც ჩვენ გვაძლევს უფალი. ახლოს შეხავებთ, ხო? თითქოს თხოვმა მოციქულის ურწმუნოებამ თითქოს ჩვენ სარწმუნოებად გვასწავლა, იმიტომ რომ მოვისმინეთ ყველაზე უფრო ჩვენთვის სასურველი და სასიხარულო სიტყვები. აქ თქვა, თუ კი არ დავდე ხელი თითი ჭრილობაზე მანამდე ვერ ვიწვდე. მოვიდა და ნახა, იხილა ჭეშმარიტებად თქვა უფალი წყალობელი ჩვენ. მოკლედ მეუბნე უფალო, შენ გწამს, იმიტომ რომ ნახე. ნეტარ არიან ისინი, რომელთაც არ უხილობ ისე სწამთ, ეს ვართ ჩვენ ყველა. და ეს არის დიდი ძალა, რადგან სიტყვა ძალა, რომელთაც ჩვენ მოციქულების პერიოდიდან შემდგომ თაობებს, ვიდრე ქვეყნის სასასრულომდე, გვამხნევებს, იმედს გვიმტკიცებს და რწმენას შეურყეველს გვაძლევს. ესე იგი, ვისაც სწამს, ნეტარი არის. და მერთმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგცა ჩვენ. მოციქულებს არ შეიძლებოდა რომ არ დაეჯერებიათ უფლისა, იმიტომ რომ მათ თვალწინ ხდებოდა ყველაფერი. სასაულები, მათი თანამონაწილეობით ხდებოდა ეს ყველაფერი და ყველაფერს ხედავდნენ. აკი ფილიპე მოციქული ეუბნება, აი ახლა გავიგეთ ყველაფერი, იმიტომ რომ აღარ გველაპარაკები იგავებით. ისევე ჩვენ აღარ გველაპარაკება იგავებით. ესე იგი, ამ წმენაში, ეკლესიის წიაში, რომელსაც ოჯახი ჰქვია, არაფერი არ არის დაფარული. არაფერი არ არის უთქმელი, ყველაფერი ნათქვამია. ამიტომ მოციქულებს ეუბნება და ხალხს ეუბნება, რო არ მოსულიყავით ეს ყველაფერი არა მომემოქმედებინა, მაშინ თქვენ ბრალი არ გექნებოდა, ის ცოდვაც კი ცოდოთ არ შეგერაცებოდა. მაგრამ მოვედი და გასავლეთ რა არის ცოდვა და რა არის სიკეთე, თქვენ უკვე აღარ გაქვთ უფლება, რომ იცხოვროთ ამ ცოდვიანი გონება განწყობით, გუნებით, სურვილით. რადგანაც უფალმა თქვა, მე ვარ ნათელი ამ სოფლის. ვინც შემოუგდეს ამ ნათელს, გნელში აღარ გადიოდეს, აღარ ვიდოდეს. ეს ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნის. გვეკუთვნის და ძალისაებრ ჩვენისა, ღვთისწინაშე ვშრომობთ. განსაცდელები ბევრია, ახლა ეშმაკი მოითმენდა იმას, რომ ღვთის მადლს ნაზიარები უამრავი სული ადამიანი დაეტოვებია და დაეთმო უფლისთვის. ამიტომ ხატონად აბლობენ მოციქულები, ლომი როგორც მკვირალი, ისედაც ის ეშმაკი ბოროტის სული და ეძებს ახალ საკვირველს, ვინ მოატყუოს. მოსაკვირვებელი ბევრი ფანდი და ილეთი აქვს. ბევრი ხაფანგი იცის, როგორ დაუღოს ადამიანს. ზოგს აქებს, ზოგს ვანძლავს, ზოგს რაღაცას ისეც ეუბნება, რომელთაც უნდა დააბრკოლოს და მთავარი მისი მიზანი რა არის? ის კი არა რომ თქვათ თუ ქრისტიანია გახდეს, თქვათ სხვა აღსარებლობის ან თუ კეთილმოსახურია და კეთილმომიერი არის გახდეს, თქვათ ურწმუნო ბოროტი, არა. მთავარი მისი მიზანი არის ეჭვი შეიტანოს ქრისტეს რწმენაში და ადამიანები ამ ეჭვით დაავადმყოფოს. და შემდეგ უკვე ადვილი არის ავადმყოფი ადამიანის ნებისმიერი სიტყვით კვლავ ჭეშმარიტი გზიდან გადადრეკა, გადაცდომა და ბოროტს როგორ უნდა ვძლიოთ. ერთი წმინდა მამა იყო, მაგარი დიდი, მუდამაში ცხოვრობდა, მოკლედ მისი ღვაწლი იყო გაუგონარი იმ დროს და ეშმაკებს ესე პირდაპირ არათუ ელაპარაკებოდა, ებრძოდა და რით ებრძოდა, ერთი იარაღი ჰქონდა, თავდაბალი იყო და თავდაბლობი. შევიდა სენაკში და ხედავს, რომ ის სარეცელზე ეშმაკი ძევს. არაფერი თქვა, დიდება უყოს და შევიდა იმ სარეცელის საწოლის ქვემოთ და დაძა. ეშმაკი ცეცხლმოკიდებული წამოვიდა და გაიქცა მისი სენაკიდან ყვირილით. ვერ მოგერია მაგარი, მიზეზი ამის ის არის, ხარ თავდაბალი. ვინც თავდაბალი არის, მაშინ მისთვის დაცემაც ისეთი რთული არ არის, მტკივნეული არ არის, რადგან თავდაბალი ადამიანი თუ შეიძლება ითქვას, პატარა სიმაღლიდან ეცემა. და ამიტომ
დაინახავს რა თვითმოცემულ კორნებისაც ამალს, მაშინ შეინანებს და ეტყვის უფალო შევწოდე შენი წყალი და შემინდე. ხოლო აბარდავანი მაღალი სიმაღლიდან ეცემა, მისი დაცემა მტკივნეულია და ბევრი ტრავმით არის გამოხატული. და ეს ამ მიუხედავად ამ პრივილეგიისა მაინც ვერ ხედავს თავის თავს და მაინც გონია რომ ყველაზე მართალია. და მაკარის ცხოვრება კიდევ პირიქით არც მომს. ეშმაკი ეუბნება, მაკარი ვერ მოგერია. შენ მართულობ 40 წლის განმავლობაში მე მთელი წელი არ ავჭამ არაფერს. შენ გძინავს დღეში პირობითად 2 საათი, 3 საათი, მეკვირეები არ გძინავს. რა არის შენი ძალა? თავდაბლობა და ლოცვა თავდაბალი ადამიანის. ისე ჩვენ ნეტარი ვართ, რადგან არ გვილახავს და ისე წამს. თუმცა ჩვენი წინაპრები სამ სიტყვას ეიმედებოდნენ და მათი თავდადება და მათი საგმირო საქმეები სასწაულები გსმენია. ხილითაც არ მინახავს. თანამედროვე წმინდა მამების ცხოვრებაც ასევე გსმენია. ბევრი არ ვინახავს, ცოტა გვინახავს. ანუ მერთი ყველანაირად გვამყენებს და გვეუბნება. მე ვარ ნათელი და შემომიდექით. ეს დიდებული მონასტერი 3 საუკუნის განმავლობაში ესეთ როგორ აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა. ეს ტაძარი მე-6 საუკუნისაა. პირველი ტაძარი მე-5 საუკუნის. მესამე პატარა ტაძარი მე-7 საუკუნის. ესე იგი, ეს 3 საუკუნე როგორ ირწმენა ქონდა ჩვენ წინაპრებს, რომ იმ დროს დღეს რომ მანქანით შეგვიძლია მოვიტანოთ რაღაცა სამშენებლო მასალა და დავიტანოთ. იმ დროს ზურგით ატარებდნენ, ურმით ატარებდნენ, ან ცხენით ან ჯორით ამოქონდათ მასალა, რომ ეს ტაძარი აეშენებიათ. რა რწმენა ქონიათ, რომ ეს დიდებული ტაძარი აუშენებიათ, დღესაც ლუგეს ვიღებთ ჩვენ ყველა. თუ წირვაზე მგონი, თუ ისე უბრალოდ მოსალოცად, თან თუ საერთოდ მოსანახულებლად მოსული. იმ ჩვენი წინაპრების დიდ საქმეთან სასახელოდ მის გვერდით უნდა ეთქვას ასევე ჩვენი წარსული თავობების სამარცხვინოს აქციები, კედლები გაშევებული, აჭრელებული წარწერებით. ისიც კი ვერ გულისმახყვეს, რომ ეს ძველი კედელზე ნახატი ფრესკა მხატვრობა შეინარჩუნებია. მაგრამ მადლობა ღმერთს, დაცემა თუ არ ვნახეთ, გამარჯვებისას სიტყვის სიხარულს ვერ გავიზიარებ. ამიტომ მადლობთ ყოველთვის ყველაფრისათვის ღმერთს. ის კი არა როგორი დამნაშავენი იყო, არ იცოდნენ იმათაც. ან მეტი გულისხმული ვერ დაუთმეს უფლის სიტყვას. ისე დღეს ჩვენ შორისაც არიან ალბათ, რომ ქადაგებს უფალი, მაგრამ მათ მაინც არ ჯერათ. და ჩვენი ყველა წინა შეცდომა ჩვენი მომავალი უკეთესი ცხოვრებისათვის გზა და ხიდია. უკეთ თუ შევწოდე და გავიგე სიმწარე ცოდვით დაცემისა, ვეცდები რომ მეორაჯერ აღარ ჩავიდინო. უკეთ თუ გავიგე ღვთისშეწევნისა სიტყვა თავზე უტკბილესი, ესე იგი ვეცდები რომ ყოველთვის ამ სიტყვის მეძებელი ვიყო, როგორც ფუტკარი. მინდორზე გასული ყველაზე სურნელოვან ნექტარს ეძებს. ისე ჩვენ უნდა მივუღალოთ მას. მადლობთ ღმერთს და მე დღესთვის აღდგომა არის, ამხელოდ ესასწაული არის. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენი ცხოვრების ცხონებისათვის. ქრისტე ჩვენი გადასახადი ყველაფერი გადაეხადა და გზა გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვიაროთ რომ გადარჩეთ. ეს გზა მხოლოდ ერთია. როცა მაცხოვარს კითხეს დიდი რომ არის ცნება რჯულში, უთხრა გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი და ასევე გიყვარდეს მოყვასი როგორც თავი შენი. ამ ორ რჯულზე რჯულის მცნებაზე არის დამოკიდებული მთელი დამყარებული მთელი რჯული. ისე ჩვენ რითი უნდა ვცხოვროთ? რა თქმა უნდა პირველი ვიყვარდეს უფალი ჩვენი. მეორე ვიყვარდეს მოყვასი ჩვენი და როგორ უნდა შევიყვაროთ? თუ ადამიანს ღვთისშიში აქვს, ესე იგი მისი სინდისი სულთაა. რატო? იმიტომ რომ ამ ადამიანში, ღვთისმოშიშ ადამიანში სინდისი სახელდებულია ქრისტეთი. განა შეიძლება სინდისიერმა ადამიანმა თავის ბატონთან, უფროსთან, უფალთან რაიმე უჯერო იფიქროს ან მოიმოქმედოს, არც არაფერი. ამიტომ ჩვენი სინდისი ყოველთვის სწორდება უფლის ცნებაზე. გონებაში რაღაცა ვიფიქრე, მერს უფალს შენდობას თქო. როგორც აი მოციქული თომა
განაურწმუნო იყო. იმდენად გაუხარდა, რომ ვერ დაიჯერა, აკი ჩვენს გვემართება, სიხარ დიდ სიხარულზე ვიწყე. მართლა ესეა, აღჯერა. ესე იგი ეს რაღაც სასწაულო. ისა თომა მოციქულმა თქვა, რომ აღჯერა, იმიტომ რომ სანამ არ ნახა მანამდე ვერ აღვიქო აფთქოს ნათქვამს სიტყვას. მას თავისი სიტყვისას სიმყარე საფუძველი სჭირდებოდა. უფალმა ყველაფერი იცოდა, გულთანხილავი იყო, როგორც პეტრე იცოდა თუ როგორი ხასიათი იყო და როგორი შემართებული, ისიც იცოდა, რომ დაეცემოდა სულუქად. მაგრამ მისი სულუქად დაცემა პეტრესთვის იცის სარწმუნოების საძირკველი გახდა. რადგან შემდეგ უთხრა უფალმა, პეტრე გიყვარ ვარ სამჯერ. სამჯერვე უპასუხა და ბოლოს უთხრა, ჰე უფალო, ვიცი შენ, რამე თუ მიყვარ ხარ შენ. მაშინ წადი და დამწყსნე ცხოვარნი ჩემი და ჩააბარა კლიტენის სასუფეველისანი. ისე ჩვენ თომა მოციქული მოვიდა და უთხრა, მოდი და დამანებდით ჭრილობაზე დადე და ნახე და ოღონდ ნუ იქნები ურწმუნო. ესე იგი, აღარც კი უნდა რომ მისულიყო და არც ხელით შეუმოწმდებოდა, თქვა, უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი. მიხილე და გწამს, და არც ის ვისაც არ ვხილავ და სწამს ჩემი სიტყვების. რატო? იმიტომ რომ ვისაც ქრისტეს სწამს, მისი მომავლინებელი მამა. და ვისაც უყვარს ქრისტე, მას უყვარს მისი მომავლინებელი მამა. გილოცავ დღევანდელ დღეს, ქრისტეს აღდგომის დღეს, თომა მოციქულის ხსენებას და აღდგომის განახლებას, კვირა ცხოვრებას და ვთხოვთ უფალს, რომ ჩვენს ხალხს, ჩვენ ყველას მოცეს წმენა, სარწმუნო საბუთრო არ ვეძებდეთ. მაგალითად საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ყვედრიან. თუ ყვართი უფლისა თქვენთან არის, რატო არ არის მაშინ, ასე ვთქვათ, პატარა ნახევი მაინც რატო არ შეინახეთ? იმიტომ რომ ჩვენ გვჯეროდა პირველი საუკუნეებიდან, რა სიტყვა გაუტეხელი იყო, რა სიტყვას ენდობოდნენ. რა ითქვა წინაპარმა, რომ დაფლული არის იქ და წერილმაც, წერილობითმა საბუთმაც დაადასტურა ეს, ჩვენ ამის შემოწმება აღარ გვსურს. რადგან ვიცით ჰეა და არა. წინაპარს ვენდობით. თქვა წინაპარმა, რომ ყვართი აქ არის, გვჯერა შევმოწმება. ესევე ვართ ჩვენ. არ ვიწყებთ ცევნას იმ საბუთის მოწმობისათვის, რომ იქ თურმე რაც ითქვა, ნამდვილად ესე ყოფილა. ასე რომ ნეტარიერი ადამიანი, ვისაც სიტყვისას სწამს, მაგრამ დღეს უკვე ესეთი მძიმე პერიოდია. შეიძლება ადამიანი იყოს აი ესეთი რწმენით, მაგრამ უნდა ჰქონდეს გველის სიბრძნე. იმიტომ რომ შეიძლება მიენდო და განსაცდელში შეგიყვანო და შეიძლება კითხვა დაუსვა სიფრთხილისაგან და ღმერთმა სიფრთხილისათვის ჯილდო მოგცეს, ხოლო გაუგებრობისათვის პასუხი მოგთხოვს. ასე რომ სახარება ამბობს, იყავით ტრედივით უმანკო გონებითაც და იყავით ბრძენი ვითარცა გველი. გველი რატო? იმიტომ რომ ყველაზე მთავარს იცავს თავს და თავი ჩვენი ცხოვრებისა და წყონების რა არის ქრისტე და რწმენა. ამინ. იყოს ნებობთისა. ამ წინააღმდეგ სასწაულის დღეს ღმერთ შევედროთ, რომ ღმერთმა მოგცეს ჩვენ რწმენა ქრისტეს შეურყეველი და სიყვარული მოყოს შეურგულებელი და ჩვენი მსახურება ღვთისმსახურება იყოს თანდაბალი და მართალი სინდისიერი. ქრისტე აღზრდა. ქრისტე აღზრდა. გილოცავ დღევანდელ დიდ დღესასწაულს. ჩვენთან არის ღმერთი.